წინა სიტყვაობა. ჯონ გესტს სურვილი გაუჩნდა წიგნი დაეწერა ერთ-ერთი მომაჯადოებლად მოუხელთებელი ხალხის შესახებ ხშირად მცირერიცხოვანი რომ არიან და წინა აზიის საზოგადოებებსა და თემებს შორის გაფანტულად სახლობენ. ასეთები არიან იეზიდებიც, ხალხი, რომლის უძველესი წარმომავლობა და მასთან დაკავშირებული იდუმალება თავისთავად იზიდავს მკვლევარს, ისევე როგორც მცირე ეთნიკური ჯგუფების თვითგადარჩენის მექანიზმები კულტურული ასიმილაციის მუდმივი საფრთხისა და გამოწვევების პირისპირ. მე-19 საუკუნეში მოსულელი იეზიდების, სწორედ ამ პროვინციაში მოსულში ცხოვრობენ ისინი მეტწილად, ოსმალოთა მიერ შეგნებულად მიმოფანტული ხალხის შესახებ არაერთხელ სმენიათ იმ ევროპელ მოგზაურებს, რომელთაც ფეხი შეუდგამთ ჩრდილოეთ მესოპოტამიის ძნელად სავალ და რუკაზე აღუნიშნავ სივრცეებში. ისიც ერთგვარი უგულებელყოფით. ადგილობრივი ხელისუფალნი მათ ისე ახსენებდნენ, როგორც სატანის მადიდებელ, შფოთისთავ, მეამბოხე და უგვან ხალხს. ოსმალეთის იმპერია მხოლოდ აუარესებდა ოტომანური ქურთისტანის მდგომარეობას. ყოველ მხრივ ეწინააღმდეგებოდა ამ ხალხის დამკვიდრებას ერთ რომელიმე ტერიტორიაზე. თავდასხმებისაკენ უბიძგებდა მათ, განსაკუთრებით უწყლო თვეების დადგომისას, ხოლო მათთან დაპირისპირებული ქურთულ ტომთა გაერთიანებები ყველანაირად ხელს უშლიდნენ მათ სამიწათმოქმედო ცხოვრებას. იეზიდები, ხალხი, რომელიც მუდამ მუსლიმებისაგან, ქრისტიანებისა და ებრაელებისაგან, ახლ ალ-ქითაბის, ესე იგი წიგნის ხალხების, ღვთისაგან შთაგონებულ წიგნთა ზიარებით კურთხეული ხალხებისაგან გამოცალკევებით იხსენიებოდა. მათმა ნომინალურმა მმართველებმა მიაკუთვნეს დარ-ულ-ჰარბის კატეგორიას, ომის ტერიტორიას, სადაც თითქოს და სულიერი ხელმძღვანელობის გარეშე დარჩენილი ხალხები თეოლოგიურ სიბნელეში იმყოფებიან. მაშასადამე იეზიდთა მიწა, მათი სიცოცხლე თუ საკუთრება ეკუთვნოდა ნებისმიერ მართლმორწმუნე ხალხს, რომელიც მათ დაიმორჩილებდა და არსებითად იეზიდები იყვნენ კიდეც კანონს მიღმა დატოვებულები, რაც არანაირად არ ითქმის ქურთებზე, ოტომანური პორტასარნი მათი არალოიალობის მიუხედავად. მე-18 საუკუნის ფირმანები, რომლებმაც ჩვენ დრომდე მოაღწია, სავსეა ვეზირებისა და ფაშებისათვის განკუთვნილი რჩევებით. ფრთხილად მოეკიდონ იეზიდებს როგორც კანონისა და წესრიგისათვის სახიფათო ხალხს. ზოგი ევროპელი გრძნობდა, რომ ოსმალოთა ცნობები იეზიდი ხალხის შესახებ უკიდურესად უპატიოსნო იყო, მაგრამ ძალზე იშვიათად ჰქონდათ საიმისო ლინგვისტური უნარები, რომ ამ საკითხის კვლევა თავად დაეწყოთ და შედეგიანად დაესრულებინათ. თანაც მაღალმთიან რეგიონებში მოსახლე იეზიდების პოვნა ადვილი არ იყო. ამგვარად დიდი ხნის განმავლობაში ისინი მხოლოდ პერიფერიულად ჩნდებოდნენ აღმოსავლეთ მცოდნეთა და მოგზაურთა სამეცნიერო ნაწერებში. ენციკლოპედია ბრიტანიკას მე-11 გამოცემაში კი, რომელიც 1911 წელს დაიბეჭდა, იეზიდები 100 არიან აღწერილნი. სატანის მაღიარებელთა სექტა. ეშმაკს ისინი მიიჩნევენ უზენაესი ღვთაების შემოქმედ ძალად, რომელიც მათთვის დაცემული და ხელახლა აღმდგარი ანგელოზიცაა და ბოროტების წყაროც. მისი სახელის ხსენებას გაურბიან და ფარშავანგად გამოსახავენ. ქრისტეს ადამიანის სხეულით მოვლენილ ანგელოზად აღიარებენ. მუჰამედს კი წინასწარმეტყველად, აბრაამთან და მამამთავრებთან ერთად. სწამთ სიკვდილის შემდეგ ცხოვრებისა ასრულებენ წინადაცვეთის წესსაც და ნათლობის რიტუალსაც. მათს წმინდა წიგნს ალ-იალვაჰ ეწოდება, ხოლო მათს მამამთავარს შეიხი ადი. დაახლოებით 1200 წელი. ეს იყო სიმართლის, ნახევარ სიმართლისა და სიცრუის ნაზავი. ამასთან ზემოთ აღნიშნული იმის დასკვნაც იყო შესაძლებელი, რომ იეზიდები ანგელოზის თაყვანისმცემლები არიან და არა სატანის კულტის მიმდევრები. წარმომიდგენია რა ინტერესსა და გაოცებას აღუძრავდნენ ისინი დაკარგული სამოთხის ავტორს. იეზიდიზმის კვლევის წყურვილი არასოდეს გამქრალა. ბრიტანიკას მიერ წყაროდ შემოთავაზებულ ლეიარდის ნაშრომს ნინევია და მისი ნარჩენები და მენანის იეზიდებს ჯონ გესტმა მართლაც შემატა მეცნიერულად ფასეული ნაშრომი, რომელიც იეზიდების წმინდა ტექსტების თარგმანებსა და განმარტებებსაც შეიცავს.
შესაბამისად, იმედი ვიქონიოთ, რომ დროთა განმავლობაში დაინტერესებული პირები უფრო საფუძვლიან და აღიარებულ წყაროებს დაუწყებენ ძებნას ამ მეტად საინტერესო ხალხის შესახებ. 1974 წლის ენციკლოპედია ბრიტანიკა, მისი მე-15 გამოცემა იეზიდების შესახებ მოკლე, მაგრამ უზუსტეს აღწერას გვთავაზობს. საბედნიეროდ ახლა განახლების პროცესშია ისლამის ენციკლოპედიის გვარიანად მოძველებული გამოცემაც, რომელიც ყავლგასულობის მიუხედავად მაინც შეიცავს მეორადი წყაროების ორ სვეტს. და თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ მის უკანასკნელ ტომში უკვე შეიტანდნენ იმ უჩვეულოდ მრავალფეროვანი პირველადი წყაროების დიდ ნაწილს, რომლებიც ჯონ გესტმა დაასახელა და გამოიყენა. სხვა დანარჩენთან ერთად კი მის წინამდებარე წიგნსაც, როგორც ამ სფეროში შეტანილ საგრძნობ წვლილს. იეზიდების ძირითადი ნაწილი უხსოვარი დროიდან იმ ტერიტორიაზე სახლობს, რომელსაც ერაყის ქურთისტანი ეწოდება. მათი რელიგიური ცენტრი მუდამ ლალიშის ველზე მდებარეობდა, მოსულის ჩრდილოეთით. იქ, სადაც შეიხ ადის სამარეს მათი წმინდანების სამარხები აკრავს და რომელთაც შემოდგომობით იეზიდების უთვალავი თაობა ხლებია. ცალკეული მიმლოცველი იქნება თუ სადღესასწაულო პროცესიები. მათი განსვენების ადგილის ლამპრებით მოსართავად, რიტუალური განბანვის შესასრულებლად, ცეკვითა და მუსიკის თანხლებით. თუმცა, იეზიდების თვითგადარჩენის ფიზიკური ცენტრი დევნისა და დაწიოკების საუკუნეებში მუდამ ჯებელ სინჯარი იყო. დიადი კლდოვანი ციტადელი მოსულის დასავლეთით, უდაბნოს პირას. ამ სტრიქონების ავტორს შორეულ მოგონებებად შემომრჩა ვერტმფრენიდან პირველად დანახული ეს ადგილი. როდესაც ადგილობრივი ტომების განსახლებას მოძველებული მეთოდებით, რადიოს გარეშე, ხალიჩებ გაგებული ვერტმფრენებით ვსწავლობდით და ვაკვირდებოდით. მისი გასაოცარი მდებარეობა დანაოჭებულ ზეგანზე, ჩრდილოეთ ჯაზირას გამთანგავს სიცხეში. რა გასაკვირია, რომ ოტომანებს იქაურობის დაპყრობის არც დიდი სურვილი ჰქონიათ და არც უნარი. მაშასადამე გაოცებას არც ის ფაქტი იწვევს, რომ სინჯარი იყო იეზიდთათვის იმედი და დასაყრდენი. როგორც თავის გადასარჩენად, ისე სამყაროსაგან გამოსაცალკევებლად. მისი მცირერიცხოვანი მოსახლეობისათვის არაბული მეორე ენაა. ისევე როგორც აღმოსავლეთ ანატოლიაში გაფანტული იეზიდები იყენებენ თურქულ ენას, ხოლო ამიერკავკასიაში დასახლებულები რუსულს, სომხურს ან ქართულს, თავიანთ ძირითად ენასთან, ქურთულთან ერთად. ტრადიციამ, ისევე როგორც გეოგრაფიამ, ხელი შეუწყო მათ იზოლირებას. ზოგი მკვლევარის დაკვირვებით, იეზიდებს ჯერათ, რომ ისინი სასწაულებრივად წარმოიშვნენ ადამის თესლიდან მისი სიკვდილის შემდეგ და ამიტომაც სამუდამოდ უნდა დაშორდნენ კაცობრიობის დანარჩენ ნაწილს, ევას შთამომავლებს. ოსმალეთის ხანაში მონოგამიამ, ენდოგამიამ და ემიგრაციის პროცესმა შეამცირა მათი ოდენობა. ხოლო ახალგაზრდა თურქების ხელისუფლების მიერ 1912 წელს ჩატარებული აღწერისას მოსულის პროვინციაში იეზიდების მოსახლეობა 18,000 არ აღემატებოდა. რუსული სტატისტიკის თანახმად, ამიერკავკასიაში იმავე წელიწადს 24,500 იეზიდი ცხოვრობდა. ჯონ გესტის შეფასებით, დღეს იეზიდური მოსახლეობა 150,000 სულტოლდება. ერაყში ამის დაახლოებით 2/3 სახლობს. დანარჩენი საბჭოთა კავშირში, თურქეთსა და სირიაში. იეზიდები სეგმენტებად არიან დაყოფილი და ერთმანეთისაგან რამდენიმე სახელმწიფოს საზღვრებით განცალკევებული. ზოგან იეზიდებს ეჭვის თვალით უყურებენ და ამიტომ ეს უკანასკნელნი დაუცველები არიან ხელისუფალთა წნეხისაგან. ასეა თუ ისე, მათი არსებობის კონტექსტი სწორედ ამგვარია. აუტანელი, მაგრამ სამწუხაროდ ასატანი. ყოველ შემთხვევაში იეზიდებმა გაუძლეს და დღევანდელამდე როგორღაც მოაღწიეს. დიახ, ეს ხალხი თვითგადარჩენისათვის ოდით განიბრძვის, მაგრამ თუ მათი საზოგადოება ნაციონალისტურ ძალებს დაემორჩილება ან სეკულარიზმს აღიარებს, ჯონ გესტის მიერ იმ დიდი მატრიარქატისადმი მიძღვნილი ქებათაქება ამ საუკუნის პირველ ნახევარში ჯერაც რომ გავრცელებული იყო იეზიდებს შორის, შესაძლოა ამ უძველესი სიმღერის დასასრული გამოდგეს. ჯონ გესტის ნაშრომში მკითხველი გაეცნობა იეზიდების უწყვეტი რელიგიური ცხოვრების ისტორიას, რაც ისევე საინტერესოდ მოეჩვენება მას, როგორც იეზიდთა თემის ბედიღბლის ცვალებადობა.
სასულიერო პირთა იერარქია, წმინდა წიგნები, მელექტაუსის გამომსახველი ბრინჯაოს და სპილენძის ფარშავანგები, სხვა ანგელოზები, რომლებიც ყოველივე არსებულის შექმნაში მონაწილეობდნენ, რას აღარ შეხვდებით ამ წიგნში. სწორედ მელექტაუსია დაცემული ანგელოზი, ღმერთისადმი მონანიებით ხელახლა აღმდგარი. მას შემდეგ კაცობრიობის ამქვეყნიურ საქმეებს რომ განაგებს, როგორც პასიური ღმერთის შემოქმედებითი ძალის მქონე. სწორედ მელექის ცრემლთა დინებით ქრება ჯოჯოხეთის ცეცხლი. თვით ჯოჯოხეთი კი, როგორც კონკრეტული ადგილი, იეზიდთა ცნობიერებაში არ არსებობს. ყოველივე ამას არაფერი აკავშირებს სატანის თაყვანისცემასთან. ავტორისეული თხრობის ყოველი ახალი ეტაპი იეზიდთა რწმენის წარმოშობის თავისებურებებზე აფიქრებს მკითხველს. დაკრძალვის რიტუალებში იგი შამანიზმის ელემენტებს იპოვის. სიზმრებსა და ხილვებს აქ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ცეკვა კი ავსულთა განდევნის ხერხია. ნათლობის რიტუალის შესრულებისას აშკარავდება ნესტორიანული ეკლესიის გავლენა. ღვინის მოხმარების წესებში ევქარისტიული საზრისი, ხოლო საეკლესიო ცერემონიებში მათი მონაწილეობის სურვილი და მზადყოფნა ქორწილების დროს იჩენს თავს. მარხვის მომლოცველობისა და წინადაცვეთის ჩვეულებებში ისლამის გავლენა იკითხება. საფლავსალოცავებისადმი პატივის მიგების, ექსტაზის საიდუმლოსა და ექსტატური გასხივოსნების მიღმა სუფიზმისა. იქნებ იეზიდები ერთ დროს ნესტორიანელები ან იაკობიტი ქრისტიანები იყვნენ, მაგრამ შემდეგ ისლამის ბატონობის არეალში მოექცნენ, როგორც ავტორი ვარაუდობს. ხოლო დროში უკან დახევით მსჯელობა და ზოროასტრული წარმოშობის შესახებ განსჯა ინტერპრეტაციის იმ მძიმე ტვირთა დაღიქმება, რომელსაც ჩვენს ხელთ არსებული მასალა ძირს ვერ უმაგრებს. ალან კანინგემი, ისტორიის პროფესორი, საიმონ ფრეზერის უნივერსიტეტის ბერნაბი, ბრიტანეთის კოლუმბია, კანადა.